საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიძრა ეს მარში, აქ არიან სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები და ჩვენ ახლა ვართ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მარშს უკვე შემოუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი ადამიანები, აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, ასევე არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ეს ადამიანები ახლა მსვლელობას გააგრძელებენ და გადაინაცვლებენ უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან. ჩვენ შეგვიძლია მათ ვესაუბროთ. ვეფხია კასრაძის მეუღლე არის ჩვენთან ერთად. გვითხარით, აი რა მნიშვნელობის არის დღევანდელი დღე თქვენთვის და ასევე ჩვენ გვესმის, რომ ყველა პატიმრის, პოლიტპატიმრის სახელი და გვარი გაჟღერდა და თან ერთვის სიტყვა თავისუფლება. აი ეს რას ნიშნავს თქვენთვის? პირველ რიგში ყველას თელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, მაგრამ ჩვენ დღეს ზეიმის დრო არ აგვაქვს. ჩვენ დღეს ბრძოლაში ვართ და ეს ბრძოლა დაწყებულია და ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ეს ბრძოლა 100 წელზე მეტია გრძელდება. 100 წელზე მეტია გრძელდება ეს ბრძოლა და ჩვენ ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ აუცილებლად და მივახციოთ იმას, რომ როდესაც საქართველოში პატიმრები არიან, ტყვეების, ყავს ქვეყანას, ესეც საქართველოს თავისუფალი და საქართველო არ ქვია და ამას საზეიმოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. მაგრამ ჩვენ სოლიდარობა, ჩვენ ბიჭებს, ჩვენ ვაჟკაცებს, ყველა ტყვეს, რეჟიმის ტყვეს და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში გვეცხოვროს, რისთვისაც საუკუნეზე მეტია ქართველი ერი იბრძვის. არ შეუწყვეტია. ბევრი მარში იქნება დღეს და ეს იქნება ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. ვახუშტი მენავდესთან გადავინაცვლოთ. ბატონო ვახუშტი, მოგესალმებით. ხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავ უწყვეტ ბრძოლაში არიან. რა მნიშვნელობის არის თქვენთვის დღევანდელი დღე და აი როგორ ფიქრობთ, თქვენი ეს უწყვეტი ბრძოლა, გაუტეხავი ბრძოლა, რა შედეგს გამოიღებს? დღეს არის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ჩვენ ვიკრიბებით და მივემართებით ახლა რუსთაველისკენ სწორედ იმიტომ, რომ ვაჩვენოთ ეს ერთიანობა, ვაჩვენოთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განსხვავებული ჯგუფი, პოლიტიკური მოძრაობა თუ პოლიტიკური პარტია არის ჩართული ამ 26 მაისის ღონისძიებაში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება გვაქვს, მაინც შეგვიძლია ერთ სივრცეში ერთი ქვეყანა გავინაწილოთ და მიუხედავად ამ განსხვავებისა, მაინც შევძლოთ რაღაცა ერთიანი ერთიანი ღონისძიების ჩატარება. და ეს არის მოდელი იმისა, როგორი დემოკრატია გვინდა ჩვენ. ეს არის მოდელი იმისა, რომ ყველას ამ ქვეყანაში უნდა ქონდეს ადგილი, უნდა შეეძლოს საუბარი, უნდა შეეძლოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და უნდა შეეძლოს სიტყვის თქმა. აი ეს არის დემოკრატია მიუხედავად განსხვავებისა და აი სწორედ ესე უნდა წარმოვიდგინოთ ეს დღევანდელი 26 მაისი როგორც მოდელი იმისა, როგორ საქართველოს ვაში. მე მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის მოსაზრება მოგესალმებით. თქვენ ვითხარით დღევანდელ მარშზე ვის წარმოადგენთ და თქვენთვის რა მნიშვნელობის არის ერთი რიგითი მოქალაქისთვის დღევანდელი დღე? მოძრაობა სოციალური დემოკრატიის ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა და ზოგადად დამოუკიდებლობა ვერ იქნება სოციალური პოლიტიკის გარეშე. ასე რომ სოციალურ პოლიტიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი მოძრაობა და რა ვიცი, სოციალური პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით. მაინც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან ესეთი განწყობით ვარ, ამაღლებული განწყობით და იმედებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ გესმით შეძახილები, რომელიც მოყვება ამ მსვლელობას, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვესაუბროთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ყველა გაერთიან და დღეს აქ აი ნიკა კაციას დედას ხედავ. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. აი გითხარით, თქვენთვის რა მნიშვნელობის არის დღევანდელი დღე? მე მინდა რომ ყველას მოსაზრება მოვისმინო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. გილოცავთ დამოუკიდებლობის. კარგი იქნება თუ
თუ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვრებთ. მოვიცილებთ ამ ხოცხროვას და მართლა ბედნიერ საქართველოში ვიცხოვრებთ. დღეს ვზეიმო, მაგრამ ეს ზეიმი ცრემნარევია. ჩვენი შვილები, ჩვენი ბიჭები, ჩვენს გვერდში არ არის. საქართველოს დამოუკიდებლობას ახლა ყველაზე მეტად ვინ უქმნის საფრთხეს? რა თქმა უნდა, სანამ რუსეთს ვიტყვით, რუსეთის წარმომადგენლები საქართველოში, ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური მთავრობა. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რამენაირად ჩამოვაშოროთ ისინი მართვის სადავებას. ძალიან დიდი მადლობა. რამდენიმე წუთში კვლავ განახლდება ეს მსვლელობა და გადაინაცვლებენ მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან. ამასთან ერთად დაანონსებულია კიდევ რამდენიმე მარში ამ წუთებში ფილარმონიასთან იკრიბებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ასევე კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. ხედავთ, რომ ეს მარში კვლავ დაიძრა. შეგვიძლია წინ გადავინაცვლოთ და ისევ გავაგრძელოთ მოქალაქეებთან საუბარი. არჩილ მუსელიანცის ახლობლებიც არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონო ცარო. მე მინდა გკითხოთ, აი თქვენი აზრით, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ვინ უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს? საქართველოს დამოუკიდებლობას პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიძინა უქმნის საფრთხეს. რუსეთთან ერთად და მის მონებთან ერთად. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათმა ეს ვერ შეძლო წაბძანენ საქართველოდან და ჩვენ დაგვანებონ თავი. წავიდნენ თვითონ თუ მოწონთ რუსეთი და ჩვენ თავისუფლება და დამოუკიდებლობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და გამოუშვათ ჩვენი სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები ციხეებიდან და ვიცხოვროთ დამოუკიდებელ ბედნიერ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. ეს მსვლელობა, როდესაც დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაერთიანდება, დაანონსებულია, რომ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ეს მიმართვა ზუსტად 9 საათზე დაიწყება და ძალიან ბევრი ადამიანი იქნება დღეს სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან, რადგან ძალიან ბევრი მსვლელობა და მარში არის დაანონსებული. ახალგაზრდებთანაც გადავინაცვლოთ. თქვენთვის გითხარით, დღევანდელი დღე რა მნიშვნელობის არის? ამჯერად უკვე დღეს გამოვიდით თან შევუერთდეთ სხვა ჩვენს თანამებრძოლ მოქალაქეებს. ახალგაზრდები უკვე თქვენია, რაც პროტესტის ეპიცენტრში ხართ უწყვეტად. როგორ ფიქრობთ, აი თქვენ ამ უწყვეტ გაუტეხავ ბრძოლას, რა შედეგი მოყვება? რთული სათქმელია ჩვენთვის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფუნდამენტალური წარმოდგენები გქონდეს ამასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ალტერნატივა არსებობს. გავაგრძელებთ ისევ ბრძოლას. ამ მსვლელობას მოყვებიან ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ეს პროტესტი, ეს მსვლელობა გამოირჩევა შეძახილებით, გვახსოვს სრულმოწმეები და ამავდროულად ყველა სინდისის პატიმრის სახელი და გვარი დემონსტრაციულად გაჟღერდა ამ მსვლელობის მიმდინარეობის დროს და ამასთან ერთად ყველა ამ სახელს და გვარს თან სდევდა სიტყვა თავისუფლება. რამდენიმე წუთში ეს მსვლელობა უკვე იქნება საკანონმდებლო ორგანოსთან. მარია მაკასარაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ეხო პირველების კიდევ ერთი რეპორტიორი ყავს ხაზზე.